კომპანიები ახსენე შენ და ძალიან საინტერესოა რეგინა წილი და ცალკე რამდენიმე კითხვა მაქვს ამზადებული მაგისთვის, თუმცა მანამდე რომ გავყვეთ და იუთუბერის გადმოსახედიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. ანუ პირველი ალბათ მაინც გაინტერესებს რა ტექნიკური უნარები გჭირდება იმისთვის, რომ დაიწყო იუთუბერობა რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რადგან იუთუბერობა ყველას გონია, რაღაც მარტივი საქმე, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოს ჩაიწერა, ატვირთავ და მორჩა. თითქოს ერთ შეხედვით ეგრეა, მაგრამ სინამდვილეში არის ურთულესი პროფესია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დაახლოებით მინიმუმ 10-ზე მეტი პროფესია უნდა იცოდე საბაზისო დონეზე მაინც, რომ რაღაცა გამოგივიდეს. მოდი ახსნათ სათითაოდ თანმიმდევრულად როგორ არის რა. შემიძლია რომ კოპირაიტერი ვიყავიო ადრეო და ახლა ვარ. ახლა ხარ? ადრე იურისტი ვიყავ. ხო. იურისტობად შევადარჩიდეს. კი. ხო. ანუ თავიდან გჭირდება რაღაცა იდეა, ხო? რაზე უნდა გადაიღო ვიდეო დაუშვათ. ანუ კოპირაიტის ან რაღაცა სცენარის წერის გამოცდილება აუცილებელია თავიდან მინიმალურ დონეზე მაინც. ამის შემდეგ მოდის უკვე თვითონ კამერასთან როგორ ურთიერთობ, ეს ძალიან რთული არის, როცა გამოცდილება არ გაქვს, ეს კამერას რო ჩაგეთავენ, ხმას ვეღარ იღებს ხოლმე ადამიანების უმეტესობა. მეც ეგრე ვიყავი თავიდან, რაღაცა ესე კალანს ვიდევდი პირში და სარკესთან ვარჯიშობდი, რომ რაღაც ნორმალურად მისაუბრა და კამერასთან ენა არ დაბრუნდა. კიდე იყო პერიოდი, როცა ვიდეოს ვიღებდი, თითო სიტყვას ვამბობდი. ანუ თითო სიტყვას ვამბობდი ბევრჯერ და შემდეგ მონტაჟის დროს საუკეთესო სიტყვებს ვტოვებდი და საშინელება გამოდიოდა, მაგრამ სხვანაირად ვერ ვაკეთებდი რა. ეხლა გაქვს ვიდეოები შენახული? კიდევს. სუპერ ვიდეოები ეგეთია. რო დავითვალოთ რა. პირველი არის კოპირაიტერობა, რაც საჭიროა. შემდეგ არის კამერასთან ურთიერთობა. შემდეგ არის თვითონ კამერასთან მოპყრობა, ანუ როგორ უნდა დავარეკორდოთ, ფერები გავასწოროთ და ასე შემდეგ. შემდეგ არის განათება, განათებელი თალკი ადამიანია. კიდე არის ხმის რეჟისურა, ხმა როგორ ჩაიწერო, ხმის სწორად ჩაწერას 1-2 წელი ვსწავლობდი და ბოლოს რაღაცა გამოვიდა. შემდეგ ანუ როცა სკრიპტიც გვაქვს და გადაღებაც შეგვიძლია და ჩაწერაც, შემდეგ იწყება ყველაზე ძნელი რაც არის ედიტი. ანუ ედიტი არის იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი, რომ გადაღებული მატერიალი საერთოდ ცუდი რომ მქონდეს, ედიტის დროს შეგიძლია ისე გამოიყვანო, რომ მაინც ყველაზე მაგარი ვიდეო გამოვიდეს, რაც კი აგიკეთებია. და მაგალითად ჩემს ვიდეოს, რომელიც საშუალოდ 8 წუთიანია, ედიტი ჭირდება მინიმუმ 10 საათი. და ეს არ არის ბევრი. ანუ სხვა იუთუბერების შემთხვევაში არის მომენტები, როცა ზოგი თვეები ამონტაჟებს ხოლმე ერთ ვიდეოს, იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნიუანსი. ედიტორობა კიდე ძალიან ძნელი ამბავია, პრემიერში მაგალითად ან რაღაცაში ეგრე Adobe-ს პროგრამებში უნდა იმუშაო. კიდე გჭირდება დიზაინერული გამოცდილებაც, thumbnail-ი რომ გააკეთო და იცოდე ზოგადად thumbnail-ი არის კიდე ცოტა ალგორითმულ რაღაცებზე მე კიდე ვისაუბროთ. ამ კითხვაში ხა ზოგადად ვთქვათ, რომ დიზაინერული გამოცდილება ერთ-ერთი უმთავრესია რა. მისტერ ბისტი რომ ახსენეთ, ანუ მისტერ ბისტი თითო thumbnail-ში $10,000 იხდის მაგალითად და ცნიერულად იტესტება, როგორი უნდა იყოს მაგარი thumbnail-ი და მაგალითად თუ დააკვირდებით, ბევრ ცნობილ იუთუბერს thumbnail-ზე ყოველთვის პირი ღია აქვს, იმიტომ რომ ითვლება, რომ ადამიანს პირი ღია აქვს, ყველაზე ემოციური მაშინაა და როცა ემოციური ადამიანი ქვეცნობიერისთვის ავტომატურად საინტერესო ხდება და ირჩევდა, რომ იქ დააჭირო და ჩართო ვიდეო. დიზაინერული ამბების გარდა, შემდეგ მოდის უკვე ვიდეოს განთავსება. ანუ სოციმედია მენეჯერი თუ არ ვიცი რა ქვია ზუსტად, მაგრამ ეგეც ცალკე პროფესია, რომელიც აუცილებელია იცოდეს სათაური როგორ დაარქვა, thumbnails შეუხამო, შემდეგ თეგები როგორ დაწერო და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს თუ თავი გაართვი, შემდეგ გჭირდება კიდე მარკეტინგული გამოცდილებები, ან მოლაპარაკების უნარები კომპანიებთან მიმართებაში, რომ ანუ შეიძლება მაგარი იუთუბერი იყო, არის მაგის მაგალითები საქართველოში, მაგრამ ნახვების კონდეს აუდიტორიასაც უყვარდე, მაგრამ სპონსორი არ ყავდეს, იმიტომ რომ უბრალოდ მოლაპარაკების დროს რაღაცა პრობლემა გაქვს რა. ხო, ზუსტად აი ტექნიკური უნარები და ცალკე მქონდა კითხვა გამოყოფილი იმისთვის, დამატებით უნარები რა არის თქო, იმიტომ რომ ცოტა ხანი მეც მოვტესტე. პირველი რაც ვიგრძენი დისკომფორტი იყო დისციპლინის რაღაცა ისეთ გაქცეული მქონდა, ვერ წარმომედგინა რომ ეს საქმე როგორც მიყვარს, ახლა YouTube და ვიდეოზე მუშაობ წლები არის რაღაცა დამოკიდებული ვარ მაგაზე, მაგრამ იმხელა დისციპლინა მოითხოვა, რომ ამ დღეს ახლა რაღაცა სკრიპტს აკეთებ, მე გადაღებას აკეთებ, მე ედიტინგს აკეთებ, მე რაღაც გადაფარვის კადრები თუ გინდა ქუჩაში გახვიდე და რაღაცები გადაიღო. ნუ მოკლედ ეს თავარი იყო დისციპლინა და დროის მენეჯმენტი. ამის უქონლობის გამო ეს რომ დამეკარგა დინამიკა, მივხვდი რომ გარდა იმისა, რომ იქ შეიძლება რაღაცა კარგ კოფის აკეთებდი ან კარგ რაღაცაებს აძროვდი ვიდეოში, ამის გარეშე ძალიან რთული არის მოკლედ. კი, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან YouTube-ზე არის ესეთი ამბავი, რომ თუ ვიდეოების დადებას ჩააგდებ, ეგ მოქმედებს ძალიან ცუდად ყველაფრისთვის. რაღაცა პერიოდი თუ გამოტოვე და შემდეგ დადე ვიდეო და უშუალოდ ერთი თვის დაგვიანები. ის ვიდეო უკვე ცუდ მდგომარეობაშია. ანუ იმ ვიდეოს ალგორითმი პრიორიტეტს აღარ ანიჭებს, რომ კიდე ვიღაცებს აჩვენოს, თუნდაც იმ ადამიანებს, ვისაც უკვე გამოწერილი ყავხარ. ამიტომ თვლება ზოგადად საქართველოში ასეა ცნობილი, რომ კვირაში ერთი ვიდეო უნდა დადო ხოლმე. კვირაში ერთი ვიდეო არის მინიმუმი რაც უნდა დადო. თორე ზოგადად ამერიკელი იუთუბერები მაგალითად daily ვიდეოებს დებენ და ოკეი, ამ საქართველოში მე გავტესტე ეგ ამბავი და daily ვიდეოები ცოტა ზედმეტია, იმიტომ რომ ცოტა ვართ მაინც და სადღაც ალბათ 3-4 დღეში ითვლება საქართველოში, რომ საუკეთესო დონეზე თუ გინდა რომ ვიდეოებს დებდე, ეგრე უნდა დადო.